მოგესალმებით, გილოცავთ დიდებით შესვლას იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და როგორც უწოდებთ ხალხურად ბზობის დღესასწაულს. ძალზე საინტერესო შინაარსის არის ეს დღესასწაული და ამავდროულად დროს არის გარკვეულად წინააღმდეგობრივი. იერუსალიმი, მთელი ქალაქი, დიდი თუ პატარა, ძუძუმწოვარი ჩვილები გამოვიდნენ ქრისტეს შესახვედრად. მთელს იერუსალიმში არის უკვე ცნობილი, რომ უფალმა აღადგინა ლაზარე მკვეთრით 4 დღის მკვდარი და ამგვარი სასწაული არავის არ უხილავს. ეს ამბავი მოედო მთელს არემარეს, მთელს იერუსალიმს. და ახლა ეს ღვთისკაცი, წინასწარმეტყველი და წმინდა ადამიანი მოგზანდება იერუსალიმში და იერუსალიმი მას ეგებება როგორც მესიას. როგორც მასზე ბრძანებს ისაია წინასწარმეტყველი, რომ მან განათავისუფლოს ერიtvisi და მოუტანოს მას დიდება. ხვდებიან მას შეძახილებით, ხვდებიან მწვანე პალმის რტოებით, ხვდებიან გზაზე დაგებული საკუთარი ტანისამოსით. და აქაც სასწაულს აქვს ადგილი ძუძუმწოვარი ჩვილი ბავშვები. წმინდა წერილში არ არის ასაკი, ნათქვამი ეს რახნის იყვნენ ეს ბავშვები, მაგრამ ძუძუმწოვარი იგულისხმება 2 წლამდე ასაკის ბავშვი, ანუ დაბადებიდან 2 წლამდე. და რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასაკისა იყვნენ ის ჩვილები. ზოგი რაღაცას ლოღლოღებდა, ზოგი ალბათ რამოდენიმე სიტყვასაც კი ამბობდა გამართულად, ზოგი შეიძლება მეტად, მაგრამ აუცილებლად იყვნენ ისეთები, რომლებიც ვერ საუბრობდნენ, მხოლოდ გამართულად, შეეძლოთ მხოლოდ როგორც ჩვილს ახასიათებს ასეთი ლოღლოღი და ხდება სასწაული, რომ ეს ძუძუმწოვარა ჩვილი ბავშვები ადიდებდნენ ქრისტეს და დასრულ ადამიანებთან ერთად ხმამაღლა ამბობენ. დიდება მაღალთა შინა, კურთხეულარს მომავალი, სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინაო. ამგვარია ეს დღესასწაული გარეგნულად. მაგრამ შინაარსობრივად წინააღმდეგობრივი, როგორც ზევით აღვნიშნე, არის იმიტომ, რომ იმ დროინდელი იერუსალიმის მკვიდრნი, რომლებიც იყვნენ რომის იმპერიის ბატონობის ქვეშ მოქცეულნი და ეს ბატონობა იყო საკმაოდ რთული და მძიმე, ქრისტეში ხედავდნენ სამწუხაროდ მხოლოდ იმ პიროვნებას, თუნდაც მესიას, რა თქმა უნდა, რომელიც მათ მოუტანს მიწიერ ბედნიერებას, მოუტანს მიწიერ დიდებას, აღმატებულობას სხვა ერებზე. თუნდაც იმ სახით, რომ მათი ღვთის დიდება, ებრაელთა ღმერთის დიდება განითქვება მთელს მსოფლიოზე. ესეთი სამწუხარო მიწიერი
და ადამიანური დამოკიდებულება. და ამან ხელი შეუშალა იერუსალიმელებს, რომ დაენახათ ქრისტეში მესია და მღვდელი, რომელიც მოევლინა არა მხოლოდ ადამიანებს ისრაელთა ერიდან, არამედ მთელს კაცობრიობას და რომელიც ამბობს მოვედ წოდებათ ცოდვილთა და არა მართალთა. ეს არის მთავარი იდეა ქრისტეს მოსვლისა. წოდებათ ცოდვილთა და არა მართალთა. და ცოდვილები იმ დროს იყო ყველა წარმართი. ცოდვილები იყვნენ ებრაელთა ერის შვილებთა შორისაც. მაგრამ ქრისტე არ აკეთებს განსხვავებას. ის მოდის პირველად ებრაელთა ერის შვილებთან, იმიტომ რომ ეს არის ერი რჩეული, რომელსაც ბუნებრივად აქვს ცოდნა მესიაზე და პირველმა მათ უნდა შეისმინონ ქრისტესი. და შემდგომ უკვე სხვებსაც აუწყონ ამის შესახებ. ის მოდის ნათელად გამომწყინვებად წარმართა ზედა და დიდებად ერისა თვისისა ისრაელისა. ამავ დროს ამ დღესასწაულის შინაარსი არის იმაში, რომ იერუსალიმი მამათა განმარტებით არის ჩვენი გული. იერუსალიმში შესვლის წინ ქრისტე ამბობს საოცარ სიტყვებს, ის დასტირის იერუსალიმს. დასტირის, იმიტომ რომ ვერ შეიცნობს მას იერუსალიმი. და ეს იერუსალიმი არის ჩვენი გული. ჩვენს გულში უნდა შემოვიდეს ქრისტე და ჩვენმა გულმა უნდა იცნოს ქრისტე. თქვენ ახალგაზრდები ხართ. და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბრძოლა მიდის ადამიანის გულზე. ღმერთი კი არ იბრძვის ამ გულისათვის, იბრძვის ბოროტის სული. და ის იყენებს ზუსტად აი თქვენს ახალგაზრდობას, თქვენს ხურვალებას, იდეებს ახალგაზრდულს, თქვენს ენერგიას იმისათვის, რომ მოწყვიტოს ეს ყოველივე ქრისტეს სიახლოვეს და სხვა გვარი იდეები ჩანერგოს აი თქვენს ახალგაზრდა მართალ ესეთი იდეებით სავსე გონებაში და გულში. ამას ცდილობს ბოროტის სული. და ზოგადად ადამიანი წინააღმდეგობრივია. ცოდვა და მადლი ერთად ტრიალებს ადამიანში. მაგრამ ქრისტესთან ერთად ადამიანს შეუძლია, რომ თავისი გული აღავსოს სიკეთით, აღავსოს სიმდაბლით, მოგრძალებით, მოთმინებით, მოწყალებით და რაც თავარია სიყვარულით. ჩვენ ზოგჯერ სიმართლის ძიებაში გავიწყდება უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტები ადამიანური ყოფობის ამ წუთის სოფელში. ზუსტად გავიწყდება, რომ ადამიანი არის მრავალმხრივი
არის ძალიან წინააღმდეგობრივი. ადამიანს ჩვევია შეცდომა ცოდვაში ჩავარდნა, მაგრამ ღმერთი ხედავს ადამიანის კეთილ პოტენციას. და ბოროტი სული ცდილობს, რომ ეს კეთილი პოტენცია ადამიანმა დაკარგოს და ასეც ხდება, თუ ადამიანი ქრისტესთან ყოფნას არ ცდილობს, იმიტომ რომ ქრისტე არის ჩვენი ძალა. ის გვამხნევებს ჩვენ, ის გვაძლევს ძალებს, ის გვაძლევს ჩვენ მიმართულებას, რომ არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული სიკეთისათვის და ვართ მოწოდებული, რომ ერთმანეთი გავახაროთ და თუ ვინდა ერთმანეთი გავახაროთ, ამისათვის არის საჭირო მოთმინება, არის საჭირო გულისხმიერება, არის საჭირო ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. და თუ აი ამ თვისებებს დავამატებთ სარწმუნოებას, მაშინ ეს ყოველივე იქცება ქრისტეს მადლით, ეს იქცება სიყვარულად. ქრისტეს გულისათვის და არა ვნებისთვის და არა რაღაც კულტურულობის გამო, არა ვალდებულებების და მოვალეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და ვართ ქრისტეს შვილები. ასე რომ ეს დღევანდელი დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და ეს ბზის ტოტები, რომელიც სიცოცხლეს სიმბოლოა. ეს შეგვახსენებს, რომ ცოცხალი უნდა იყოს ჩვენი წმენა, ცოცხალი უნდა იყოს ჩვენი გრძნობები, ცოცხალი უნდა იყოს ჩვენი გული ქრისტესათვის პირველ რიგში და ქრისტესთან ერთად ერთმანეთისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ დღის მადლი იყოს ჩვენი გულისათვის სალბუნი და მაკურნებელი მადლის მომტანი. მერთმა დაგლოცოთ.